ეთერშია საქართველოს საპატრიარქოს რადიო ივერია. FM 105.5. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ღმერთმა გააკურთხოთ წყალობა, ჯანმრთელობა, მშვიდობა, სულიერი მხნეობა არ მოგაკლოთ. დღეს მეათე მცნების შესახებ ვისაუბრებთ. შინაარსი, ესეთია, არა გული გითქმიდეს ცოლისა მოყვასისა შენისა, არცა აგარაკისა მისისა, არცა მონისა მისისა, არცა მხევლისა მისისა, არცა ხარსა მისა, არცა კარაულსა მისა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისა, არცა რაოდენი რაი არს მოყვასისა შენისა. ესე იგი, ცნების შინაარსი პრინციპში გასაგებია, რომ ის რაც არის მოყვასის, არ უნდა გვინდოდეს ჩვენ. გულის თქმით იმას რო აქვს და მე რატო არ მაქვს, აი ესეთი განწყობა არ უნდა კონდეს ადამიანს. ეს მცნება, როგორც მამები ბრძანებენ, არის ერთგვარი ხიდი, ესე იგი მოსეს ხუთწიგნეულსა და სახარებას შორის. ჩვენ დავინახეთ, რომ პირველი 9 მცნება და უმთავრესი მათი შინაარსი, ესეთი საზოგადოებრივი ეთიკური ნორმების შესრულება, არ შესრულება იყო, ანუ აკრძალვითი ფორმა ჰქონდა ყოველივე იმას, რაც მიუღებელია და ცოდვისმიერია. რაც შეეხება მეათე მცნებას, აქ უკვე სულ სხვა ფაქტორებთან გვაქვს საქმე. ანუ მეათე მცნება უფრო ზნეობრივი კუთხით განიხილავს ადამიანის შინაგან ცხოვრებას, სულიერ მდგომარეობას, სულიერ სიმაღლეს, გულის თქმებს განიხილავს, ადამიანის შინაგანი მოწოდებები აქვს, რა გულის თქმები აქვს, ნახე, არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არცა აგარაკისა, არცა მონისა მისისა. ანუ გულის თქმაც კი არ უნდა კონდეს მოყვასის ზოგადად საკუთრების მიმართ, ხომ? და მიაქციეთ ყურადღება არა მხოლოდ საკუთრებაში გადმოსვლაზე ლაპარაკი, მარტოოდენ გულის თქმაც კი მიჩნეულია ცოდვად. ანუ მეათე მცნება დასაწყისშივე, ჩანასახშივე ბრძოლას გვასწავლის. როცა ცოდვიანი ზრახვა აქ ადამიანს, რვაფეხასავით არის, ხომ? და ესე მიიკლაკნება და ადამიანის სულს, გონებას, ნებას, ყველაფერს მოიცავს ხოლმე და ადამიანი ხდება მთლიანად აი ამ გარშემორტყმული, აი ამ ვნებითა და გულის თქმებით, ხომ? ცნებაში გამოთქმულია მთავარი ასკეტური წესი და რაში მდგომარეობს ეს ასკეტური წესი, რომ საკუთარ გულთან გონებით და ყურადღებით უნდა ვიდგეთ და ეს ცოდვიანი აზრები იქვე უნდა გავაჩეროთ. ანუ როგორც მებაღე ანადგურებს ბაღში ამ სარეველას პირველივე ყლორტის გამოჩენისთანავე, ხომ? ვიდრე ის ღრმად გაიდგამს ფესვებს და ძნელად აღმოსაფხრელი იქნება და რო ამოფხრა შეიძლება ის კეთილი ნაყოფიც მოყვეს მას, ასე რომ წმინდა მამები ამბობენ, რომ სწორედ ეს მეათე მცნება ახალი აღთქმის მორალის, ზნეობის საწინდარია, დაფარულია ძველ აღთქმაში და ცხადდება უკვე ახალ აღთქმაში. ანუ ღმერთმა ისე მოაწყო ეს განგება მცნებების საფეხურებრივად, ისე აიყვანა ადამიანი სულიერ სიმაღლეებზე, რომ არა მარტო კლა კაცისა, არა მარტო არა იმრუშო და არა ცილისწამო, არამედ ნახე, არა გული გითქმიდეს ცოლისათვის ხვისისა. ნახე, მრუშობა უკვე ნათქვამია, მაგრამ არა გული გითქმიდეს კიდევ უფრო სრულყოფილ დონეზე აიყვანა ეკლესიამ ეს სწავლება და კიდევ უფრო დიდი სულიერი სიმაღლეები დაგვანახა ქრისტიანობამ. წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს ეს სიტყვებს, რომ გული ეს არის სინამდვილეში თავად ადამიანიო. ანუ გულში გულის ხმება ადამიანის სინდისი, სულიერი მდგომარეობა, არის ღვთის ხმა ადამიანში და
მთელი ასკეტიკის საფუძვლებით სწორედ ამას გულისხმობს, რომ ადამიანი უნდა გამეფთეს ცოდვებზე, უნდა გამეფთეს თავის თავზე და ხატება და მსგავსება, რითაც არის შექმნილი, ხომ? ადამიანი ეს სრულფასოვნად გამოაჩინოს და წარმოავლინოს. გახდეს რეალურად ისეთი გამხდობილი, როგორიც ითხოვს უფალი. ამისთვის კიდევ არ არის საკმარისი მარტოოდენ შეკავება ცოდვისა, არამედ თავად გულის თქმებიც, თავად ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, სულიერი მდგომარეობა უნდა იყოს წმინდა და სუფთა. ადამიანმა სხვისი არა უნდა ისურვოს, ხომ? შინაარსი ამ ცნებისა, რაც მას არ ეკუთვნის, მაგრამ უმაღლესი, ასე ვთქვათ, საკრალური მნიშვნელობით ყოველივე მის ნდობის გძალვას, რაც ადამიანის სულისათვის უცხოა, ნივთიერის, წარმავალის, ხსნადის, ზოგადად განწირულის ნებიან ნდობას ნიშნავს. ანუ ადამიანმა ყველაფერი ის, რაც ამ ქვეყნიური ხსნადია და მიუღებელია ზოგადად ზეციურისთვის, ამაზე ყველაფერზე უნდა თქვას უღარი. გულის თქმები არ უნდა კონდეს მატერიალურის მიმართ. მატერიალურია კი ყველაფერი, სახლიც, თუნდაც ის სურვილებიც ნებიანი, ხომ? რომელიც შეიძლება ადამიანს ამოძრავებდეს. და ნახეთ რას ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, ნუ გიყვარან სოფელი ესე, ნუცაღარა იარს სოფლისა ამისა. რატო ამბობს ამას უდიდესი ღვთისმეტყველი? იმიტომ რომ სიყვარული ამ სოფლისა არის მტრობა უფლისა. ბუნებები ეს არის სულის მკვნეული წანაზარდები, დამახინჯება, ეს დეფორმაცია სულიერი მდგომარეობისა ადამიანის და ესეთი ადამიანი ერთგვარი ჩირქით სავსე სულს, ასე ვთქვათ, წარმოადგენს და რას ნიშნავს, რომ მისი გული არ არის განწმენდილი ქრისტესთვის, ღვთისთვის, რომ მიიღოს მისი მადლი. ეს ვნებები, რამდენადაც ვნებებს ყოველთვის სხვისი სურს, ხომ? ვიცი ჩვენ ვნებას ახასიათებს ეს, ხომ? ვიდრე არ დაიოკებს ადამიანი აი ამ სხვისის სურვილს, მანამდე ასეთი ადამიანი ვერ მოისვენებს. და რატო ვერ ისვენებენ, ხომ? რატო ხდება ეს მოუსვენრობა? რატო არ ყოფნის ადამიანს საკუთარი ცოლი, საკუთარი სახლი, საკუთარი მანქანა, არამედ მაინც სხვისი უნდა. იმიტომ რომ ეს ბოროტი ვნება მასში აღვივებს სათავეებს ვნებისა და ეს როგორც გითხარით 8 ფეხა სავითარი და კიდევ უფრო 1000 ფეხადაც გადაიქცევა თავისი ქსელებით, როცა ადამიანს მთლიანად მოიცავს ხოლმე. ჯერ ერთი სურვილი გაუჩენს, მერე მეორე სურვილს გაუჩენს, მერე მესამეს და ამ დროს ამ სურვილებთან ერთად შესაძლებლობის შანსიც ადამიანი თვითონ უკვე ეძებს იმისა, რომ ჩაიდინოს ესა თუ ის ცოდვა. გულის თქმა როცა უჩნდება ადამიანს როგორც წესი, თუ მას ღვთის შიში არ აქვს და თუ ვერ გაჩერდა და ვერ მიხვდა რომ ეს ამისი გაკეთება არ შეიძლება, მაშინ ესეთი ადამიანი მიდის იმაზე, რასაც ქვია სხვისი მეუღლის ცთუნებას. და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი აი ამ ცთუნებათა შორის, რომელიც ჩამოთვლილია მეათე მცნებაში. რატომ? იმიტომ რომ აქ სულიერ ადამიანებს ეხება, აქ ღალატზეა საუბარი, სულიერ ღალატზეა საუბარი, რომელიც ადამიანს არღვევს მთლიანად ცოდვის მორებში აგდებს. მაგრამ როგორ ვებრძოლოთ ჩვენ აი ამ გულის თქმებს? წმინდა მამები გვეუბნებიან ჩვენ, რომ ეს საქმე არ არის ესეთი იოლი, როგორც ჩანს, იმიტომ რომ ადამიანს ჭირდება დიდი ძალისხმევა, ასკეზა შემთხვევით არ ვახსენეთ, ასკეტური მოღვაწეობა ადამიანს, იმიტომ რომ თავშეკავების გარეშე შეუძლებელია ადამიანი გაიზარდოს სულიერად. ანუ ადამიანი თავის ვნებას თვითონ ანვითარებს და აი ამ ვნებას განვითარება კი არ ჭირდება, არამედ მისი დაოკება.
საით მიდის, ნახეთ ყურადღებიანი ლოცვა, ყურადღებიანი დგომა საკუთარ გონებასთან, საკუთარ სინდისთან, ასე გვასწავლიან ჩვენ მამები. უნდა იდგე გონებისა და სულის სადარაჯოზეო. თუ მართლა ადამიანი ქრისტიანულად სწორად ცხოვრობს, ამისი ანგარიშები, ასე ვთქვათ, ყველა საღამოს უნდა ჩაუტაროს საკუთარ თავს, თუ როგორი სულიერი მანკიერებები გამოავლინა მან დღევანდელ დღეს, საითკენ წარიმართა მისი გონება, მისი ნება, მისი სურვილები, იყო კი ქრისტიანული მთლიანად, თუ შეეპარა რაღაცა ცოდვები მას. აი ასეთი ყურადღებიანი დობით თუ იქნება ადამიანი თავის მიმართ, რა თქმა უნდა, მაშინ ყველაფერი დაალაგდება, მაგრამ თუ ასე ამას არ აკეთებს ადამიანი, ხომ, ჩვენს გულში უამრავი ბოროტება გროვდება. წმინდა მამები საუბრობენ შინაგან ბრძოლაზე, როგორც მოსეს ბრძოლაზე ამალეკთან, ხომ? და როგორი იყო მოსეს ბრძოლა ამალეკთან? ვიცით ჩვენ რომ როგორც კი მოსე აღაპყრობდა ხელებს, ხომ? ზეცად მაშინვე მისი ჯარი იგებდა ომს. როგორც კი ჩამოუშვებდა ხელებს, დაიღლებოდა, აგებდა. შემდეგ უკვე შემოუდგენ იქიდან აქიდან და ისე ხელები აპყრობილი ყავდათ მოსე, რათა გაემარჯვებინათ, ხო? ასეა ეს, ანუ ჩვენ არ უნდა დავიღალოთ აი ამ ხელ აპყრობილი, სწორი გაგებით, რა თქმა უნდა, ლოცვაში, ჩვენ არ უნდა დავიღალოთ მოღვაწეობაში. და თუ გვაქვს ჩვენ ესეთი შემართება, როცა სული ღმერთს ევედრება, შემეწიემეო, მაშინ მას, რა თქმა უნდა, ღვთის მადლი დაიფარავს და დაამარცხებს ნებისმიერ ცოდვას, ნებისმიერ ამდენ ძლიერიც არ უნდა იყოს. ამალეკელებიც ძლიერები იყვნენ, მაშინდელ მოსეს რაზმთან შედარებით მცირერიცხოვანი ყავდა მოსეს, მაგრამ სიმართლე სადაც არის და ქრისტეს მცნებების შესრულება, იქ არის გამარჯვებაც, ძმანო და დანო, და ჩვენ სწორედ მაშინ ვიმარჯვებთ, როცა აი ამ ბრძოლაში ვებმებით ღირსეულად. წმინდა მამები გვირჩევენ განსაცდელი ჟამს, მოკლე ლოცვები ვთქვათ, განსაკუთრებულად იესოს ლოცვაზე ამახვილებს ძირითადად მამები ყურადღებას, თუმცა სხვა ლოცვებიც ძალიან მნიშვნელოვანია. წმინდა მამებმა სულიერი ბრძოლის და გულის განწმენდის უამრავი ხერხი და ასკეტური სწავლება დაგვიტოვა, ჩვენ ამას სჭირდება მოღვაწეობრივი შესწავლა იმ დონესა და საფეხურების მიხედვით, სულიერი საფეხურის გულისხმობ ჩვენ რამდენადაც შეუძლია, რა თქმა უნდა, ადამიანმა იტვირთოს, ამიტომ აქაც ჩვენ რჩევა დარიგება გვმართებს და სწორი მითითება იმისა, თუ რომელი წმინდა მამები უნდა ვიკითხოთ, მოძღვართან შეთანხმებით უნდა აკეთებდეს წესით ადამიანი, იმიტომ რომ სწორად ჩამოუყალიბდეს ეს სულიერი გემოვნება და სწორი მიმართულება ესეთი აიღოს თავის ცხოვრებაში. არის ადამიანის რაღაცა ვთქვათ ნაკლი აქვს და მოძღვარმა შეუძლია ურჩიოს ისეთი წიგნი, რომელიც მას ზუსტად იმ მომენტში გამოადგება, ან ზუსტად ისე ურჩიოს, როგორც ეს ჭირდება იმ კონკრეტულ სიტუაციაში მის მრევლს თუ ზოგადად ადამიანს. ჩვენ წმინდა მამები ასევე გვასწავლიან, რომ სულიერ ცხოვრებაში, აი ამ ნებებთან ბრძოლაში, ხომ, არის საფეხურები, ცოდვა, ვითარდება, ძმანო და დანო. და აი როგორ ხდება მისი განვითარება, როდესაც ხედავ ჩვენ რომ ადამიანის რაღაც აზრი მოვიდა, თქვათ ბოროტების, შეცნობის, ხის ნაყოფის მსგავსი, ხომ? შეიძლება მოწყვიტო, შეიძლება არც მოწყვიტო, ხომ? აი ესეთი მდგომარეობა სულიერი, ხო? ან თქვათ ადამიანს გაუჩნდა აზრი, რომ თქვათ შეიძლება ის მივისაკუთრო რაღაცა, ან შეიძლება არ მივისაკუთრო, ხო? უცებ გაჩნდა აზრი. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ცოდვა, არამედ მხოლოდ არჩევანია, რომელიც უკვე აი გონების დონეზე მოდის. თუ კი ადამიანი დააყოვნებს აქ და აი ამ ვნებების მისცემს, გულის თქმებს,
განვითარების საშუალებას, თანაუგზნობს იმ შეხედულებას, რომ შეიძლება რაღაცა გულის თქმა გაუჩნდეს და მიისაკუთროს კიდეც და აი ამ თანაგზნობაში უკვე არის ელემენტი თქმობისა, ინტერესი, სადაც უკვე არის პრინციპში უკვე ცოდვა. შემდეგ სულიერტგვარად აძლევს, უღებს კარს ვნებას, როცა გონებით მიიღო და თან მიყვება მას, როგორც მატყუარას, ბავშვს რო იმას მიცემს სატყუარას, აი ესეთივე სატყუარათი ადამიანის გულში შემოდის, ეს ნელ-ნელა შემოიპარება ხოლმე ადამიანში ეს ვნებები და ეუფლება ადამიანს, მის გონებას ადაბლებს, მის გულში ჯოჯოხეთის ცეცხლს ანთებს და დარტყმის შემდეგ უკვე ძალიან მძიმეა სურათი. ანუ ნება უკვე მიიდრიკა, ვნებას დამორჩილდა და გონებასაც ითრევს, ხომ? ადამიანი იმაზე ფიქს იწყებს, როგორ დაიკმაყოფილოს. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის სხვისისა, ხომ? ეს გაჩნდა ეს აზრი, მიიღო ადამიანმა ეს აზრი, განავითარა საკუთარ თავში, ანუ შეიტკბო, ესე თქვათ, შეითავისა ეს აზრი, ცოდვისმიერი, მიუღებელი, ყოვლად წარმოუდგენელი, ხომ? ქრისტეს ცნების თვალსაზრისით, ზოგადად ღვთის ცნებების თვალსაზრისით, ამაზე ყველაფერზე ადამიანმა დახუჭა თვალი, შინაგანი სულიერი კაპიტულაცია მოხდა და უკვე იწყეს ფიქრს ადამიანი საქმეზე, ანუ ცოდვის ჩადენაზე, როგორ დაიკმაყოფილოს ეს ცოდვა. ანუ შემდეგ ცოდვა ქცევაში გადადის, ხომ? ქცევა რა არის? ეს უკვე არის დაცემა. უკვე მოქმედებაში აღსრულდა ცოდვა თავის დაბინძურებით, აი ამ მეტაფიზიკური ტრაგედიით, რასაც ცოდვა ქვია და ეს არ არის უბრალო შეცდომა, არამედ სერიოზული სულიერი ტრავმა და ტრაგედიაა, როცა ადამიანს ღვთის მადლი ტოვებს აი ამ მძიმე მომაკვდინებელი ცოდვის დროს და აი ამ დემონური ესეთი შემართებით, ხომ? დემონი რას იზამს ახლა, ხო არ მიატოვებს მას ამ საქმეში, პირიქით ხშირი ცოდვისკენ მოუწოდებს, ანუ თუ ერთხელ გულის თქმები დაიკმაყოფილა, შემდეგ მეორეჯერ, მესამეჯერ, მეათეჯერ და ეს ცოდვა ადამიანის ჩვევა ხდება. ჩვევა, ანუ იგივე მეორე ბუნებას უწოდებს, ხო? წმინდა მამები ამას, ანუ მეორე ბუნება გახთავ ადამიანისთვისო. რას ნიშნავს ეს? ესეც უნდა იქნას განმარტებული. იმას ნიშნავს მამდან, რომ აი ადამიანი ხშირად ამბობს, რომ რა ვქნა მე ხა ესეთი ვარ, ან მრისხანე ვარ, მრუში და ეს მიყვარს, ის მიყვარს, ის რაც არ შეიძლება გიყვარ, რაც ქვია მიყვარს, ვინ გიყვარს, შენი რაც არის და შენი თუ გეკუთვნის, ის გიყვარდეს, მაგრამ სხვისი გიყვარს, ეს ცოტა არ იყოს უხეში და ყოვლად მიუღებელია, მაგრამ ნახეთ ახირებული ადამიანი, რომელიც პირუტყვს მიემსგავსაო, ტყუილა კი არ თქვა, პატივსაშინა იყო კაციო და ბაძავდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათო, დავით მეფსალმუნებ, რატო ამბობს ამ სიტყვებს? იმიტომ ძმანო და დანო, რომ ადამიანი სწორედ რომ შინაგანად ესეთი ხდება და რას ვამბობ ჩვენ პირუტყვზე, პირუტყვი და ცხოველი კიდე არ კადრულობს იმას, რასაც კადრულობს ადამიანი. ასე რომ ჩვენ ვართ ამ კუთხით უმძიმეს მდგომარეობაში, ეს განგაშის ზარი, თუნდაც ცეცხლი ჩვენს ირგვლივ განგაშისი უნდა იყოს ანთებული, ასე ბრძანებს წმინდა თეოფანი დაყუდებული, რომ როგორც კი რაიმე საფრთხე ჩდება ადამიანის ირგვლივ, რომ რაღაცის გულის თქმა მოგვივიდა და რაღაცის სურვილის ტკბობის მრუშული თუ სხვა იქნება ეს საკუთრების მიტაცების თუ ასე შემდეგ გაჩნდა ადამიანში, იმ წუთასვე სერიოზულად უნდა შეწუხდეს აი ამ ამბავით, იმიტომ რომ თუ არ შეწუხდა, თუ არ დაიწყო ამაზე ფიქრი, რომ ეს საბრალო მეცოდვილმა რა აზრები დავიტრიალე თავში და საითკენ მიექანება ეს ყველაფერი, თუ დროულად არ მოხდა ამისი ყველაფრის შეჩერება,
რაც მის ხელთ არის, რაც თავარია, არ გეგონოთ რომ ადამიანის ხელთ არ იყო და ეშმაკმა მაცთუნა კი ვიცით ხოლმე თქმა, მაგრამ ეშმაკი ვერაფერს ვერ გახდება ადამიანის ნებასთან, თუ ამ ნებას ჩვენ ღმერთს ვუმორჩილებთ. და აქ თავისუფალ არჩევანზეა საუბარი. იმაზე, რაც ღმერთმა გვიბოძა ჩვენ, რომ ჩვენ რეალურად შეგვიძლია თავისუფალი არჩევანი ჩვენი იყოს გადაწყვეტილი სასიკეთოდ და არა ისე რომ რაღაცა ეშმაკმა მე გადამიბირა და გადმომიბირა. ეგრე არ არის. ჩვენ თვითონ ვართ ხშირად ჩვენი თავისთვის ეშმაკები, მაშინ როცა ნებაყოფლობით ვირჩევთ ცოდვას და ცოდვის დაკმაყოფილების შინს, ასე ვთქვათ, ყველაფრის მიუხედავად იმისა, რომ გვყავს ოჯახებით, გვაქვს ყველაფერი სინამდვილეში, მაგრამ აი ეს პირუტყვული მსგავსება ხომ, ამისკენ ტოლვა ადამიანში მაინც არის. ეს არის ის დაცემული ბუნება ადამიანისა, რომელიც ადამიანის ცოდვის შედეგად დაეცა. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი უნდა გამოვიდეს აი ამ მდგომარეობიდან. ქრისტემ სწორედ ამიტომ მოვიდა ამ ქვეყნად, გამოგვისყიდა ჩვენ ამ ცოდვის მორევისაგან და მოგვცა უმაღლესი სათნოებები, თავისი სახარება მოგვცა, სწავლება, მოგვცა დედა ეკლესია, თავისი მადმოსილი წყაროთი, მადმოსილი საიდუმლოებებით. ეს ყველაფერი უხვად არის ეკლესიის წიაღში, უხვად არის ეკლესიის სისავსეში, უბრალოდ ადამიანმა აიღოს უნდა და გამოიყენოს თავისთვის სასიკეთოდ, თავისი ოჯახებისა და სამშობლოსა და ეკლესიის სასიკეთოდ. ამისთვის ყველა საშუალება მოცემული გვაქვს და რაც თავარია, წმინდა ეკლესია გვასწავლის, რომ ნუ გეშინიან, რამე თუ მე მიძლევიეს სოფელსაო. ანუ იმედის დაკარგვა, ეს არის ყველაზე ერთ-ერთი მძიმე სულიერი ტრამვა და სულიერი ტკივილი. დავეცით, უნდა ავდგეთ. ერთხელ სისოიდიც ეკითხება თავის მორჩილი, რომ მოძღვარო დავეციო და ადექიო. ხო, დავდექი, მაგრამ მე კიდე დავეციო, კიდე ადექიო. და როდემდე ესო მოძღვაროო და ვიდრე ცოცხალი ხარ და ვიდრე ამ ქვეყნად ხარ. ბრძოლა არის სიკვდილის ფიცრამდეო რო იტყვიან. არ უნდა ვიფიქრობთ, რომ დღეს მაქვს ვნება რაღაცა და ხვალ ეს ვნება არ იქნება, ხვალ ეს ვნება არ იქნება, მეორე იქნება. ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ ეშმაკი ესე იოლად შეგვეშვება და აი ამ აზრებს თუ შეხედულებებს თუ რაღაცა წინაღობებს დაგვანებებს თავს. ესეთი რამე არ ხდება. პირიქით, როცა რაღაც სიმშვიდეა ბჭყალებში ხომ, მაშინ უნდა ვიყოთ ჩვენ სწორედ ფრთხილები, რომ რაშია საქმე, რას ნიშნავდეს უნდა ეს. ამიტომ არის, რომ განსაცდელს ხშირად მოყვება სასიხარულო ამბავი, შემდეგ სასიხარულო ამბავს კვლავ მოყვება ხოლმე განსაცდელი. რატო ეს ყველაფერი, რატო უშვებს ამას ესე სიბრძნე ღმერთი? იმიტომ რომ ადამიანის ზრდა სულიერი სწორედ აი ასეთნაირად ხდება. ანუ ადამიანი იძენს მოთმინების უნარს, იძენს თავდაბლობის უნარს, იძენს სიბრძნეს, სიყვარულს და ყველაფერს ამას სწორედ რომ აი ამ სულიერი ცხოვრების, სულიერი ბრძოლის დროს იძენს. და არა ისე რომ თავისთავად მიეცეს ადამიანს, თავისთავად არაფერი არ მოდის. თუ არ მოღვაწეობ, რაღაცას არ ვცდილობ კაცი რომ გამოსწორდე და თან ძალისხმევ ამას მიატანო, ისე არაფერი არ გამოდის, აბსოლუტურად არაფერი და ასე რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი არის უდიდესი წყალობის მომნიჭებელი. ხედავს ჩვენს უძლურებას, ხედავს ჩვენს მანკიერებებს, ხედავს ჩვენს ცოდვებს და გვთავაზობს კიდეც ამ ცოდვებისაგან და აი ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალს. თავარი ის არის, რომ ადამიანმა მიიღოს ეს გამოსავალი, დაინახოს ჯერ პირველ რიგში საკუთარი ნაკლი, დაინახოს ის, რომ როგორ უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ეს გზა გაკაფულია, არ უნდა გვეგონოს ჩვენ, რომ რაღაც ძალიან ისეთ რთულ საქმესთან მქონდეს საქმე, რაც არ იცის ეკლესიამ, ეს ასე არ არის. გაკაფული გზა არის, უბრალოდ ადამიანმა უნდა აირჩიოს ეს გაკაფულ გზაზე სიარული, ისე როგორც ამას წმინდა მამები აკეთებდნენ, დედები აკეთებდნენ, ზოგადად ეკლესია აკეთებს და ასწავლის, აი ამისი
სურვილი, როგორც კი ჩდება ადამიანში, სურვილი იმისა, რომ იცხოვროს ქრისტეში, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთმა ძალა მოგცეს, რომ 10 მცნება შეგვასრულებინოს და 10 მცნებას შემდეგ მოყვება, როგორც გითხარით, აი მე 10 მცნება ერთგვარი ხიდივით არისო, გულის თქმების იმას ნიშნავს, რომ თუ ძველ აღთქმაში უხეშად იყო, თქვა, კბილის წილ, ხომ? მაგალითისთვის რო ვთქვათ, ქრისტე უკვე ამბობს, რომ უნდა გვიყვარდეს მტერნი ჩვენი. ქრისტემ კიდევ უფრო გაასრულყოფილა ეს ყველაფერი და სახარება არის მთლიანად უკვე ცნებაა ფაქტიურად ეს სახარებები, ნეტარებები, ქრისტეს რჩევა დარიგებები, რაც არის შეინანეთ რამით მოახლოვებულ არ სასუფეველი ცათა, ყოველივე ეს არის უკვე მცნებები და ამის შესახებაც უნდა რა თქმა უნდა ვისაუბროთ, რამდენად ამაღლებულია ნეტარებები, რამდენად დიდ სულიერ საფეხურს, მოღვაწეობას, მოწამეობას, აღსარებლობას ითხოვს უფალი ყველა ადამიანისაგან. აი ეს ყველაფერი კი უკვე ახალი აღთქმის მცნებებშია მოცემული. ღმერთმა დაგლოცოს და სულიერი სიმამაცე, სულიერი ბრძოლის უნარი და მხნეობა არ მოგვაკლოს ღმერთმა. გესაუბრებოდა დეკანოზი კონსტანტინე ჯინჯარაძე. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.